საქართველოს ზღვისპირეთში მაზუთით დასრული ფრინველების პოვნის 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გადამფრენი ფრინველების ქერჩთან ჩაღრული მაზუთის კერასთან კონტაქტით აიხსნება. შავი ზღვის ნაპირებზე დასრული დელფინებიც გამოირიყა. რა დარტყმაა ნავთობით ზღვის დაბინძურება ეკოსისტემებისთვის და რამდენად რეალურ საფრთხეს ქმნის ეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებისთვის, ტურიზმისთვის და მეთევზეობისთვის. სპეციალისტები სახელმწიფოს ინერტულობაში ადანაშაულებენ. სახელმწიფო ბრალდებას უარყოფს, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს ამბობს. პრობლემის არსი და საფრთხის მასშტაბი აგროსიახლეებში. საქართველოს ზღვისპირეთში გონიო, ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, ფოთი და ანაკლია მაზუთით დასრული ფრინველების პოვნის 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ბიოლოგი, იქთიოლოგი, შავი ზღვის მკვლევარი არჩილ გუჩმანიძე იუწყება და ფაქტს ქერჩთან მაზუთის ჩაღვრას უკავშირებს. გუჩმანიძე სახელმწიფოს არასრულყოფილ მონიტორინგსა და საკითხისადმი ინერტულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ბიოლოგი ამბობს, რომ სამინისტრომ მოსახლეობის ოპერატიული ინფორმირება უნდა მოახდინოს, რა ხდება და აუხსნას, რას გეგმავენ ეკოლოგიური თუ სასურსათო უსაფრთხოებისთვის. მოხდა ის, რაც ალბათ მოსალოდნელი იყო, ალბათ კი არა მოსალოდნელი იყო, ძალიან ჩაღვრა იყო, რამოდენიმე 100 ტონა არის ჩაღვრილი მაზუთი მცირე ფრაქცია ნავთობის რაღაც ნაწილი ნავთისზე გამოირიყა და რა თქმა უნდა იქ ამ მაზუთის მასას ქონდა კონტაქტი ფრინველებთან. აქვს და ასე სამწუხაროდ მომავალშიც იქნება, იმიტომ რომ აინფორმაციასაც მევქნობ ძალიან ნელი ტემპერატურის ამ მაზუთის ალაგმვა კონტაქტში ყოფილი ფრინველების რაღაც ნაწილი გადმოფრინდა ჩვენთან. ხო, მიგრაცია ბუნებრივი. ხო, ახლა მიდის ეს მიგრაცია ზუსტად. ეს არის ბუნებრივი მიგრაცია ფრინველებს. და აი ამას გამოყვა რამოდენიმე ინდივიდი, ანუ ის ინდივიდები, რომლებიც იმენა დაისვანენ, რომ მათ მოძრაობა ვერ შეძლენ, რა თქმა უნდა, იქვე. დაიღუპა იქვე. ისინი დაიღუპნენ. თლიანად დაბინძურება ვისაც ჰქონდა, ვინც შეძლო გადაადგილება, ისინი აქეთ წამოვიდნენ. და აი ეს ფაქტები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ამ დაწყებული, სოჭიდან, ზღვაფსედან დაწყებული, საქართველოს ზღვისპირეთის ჩათვლით. თურქეთში რა ხდება? მე ეს ინფორმაცია ვერ მოიპოვე ჯერჯერობით არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხე ჩვენი ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის, იმიტომ რომ ორნითოფაუნა არის ჩვენი ბიოლოგიური მრავალფეროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, უმნიშვნელოვანესი რგოლი, ხო? ორნითოფაუნის გარშემო ჩვენი ბიომრავალფეროვნება არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია აი ამ ჯაჭვის, ხო? ბიოლოგიური მრავალფეროვნების ჯაჭვის და ეკოლოგიური ჯაჭვის. გავლენა იქნება ზღვის წიწვოვებზე, გავლენა იქნება ფრინველებზე და გავლენა იქნება თევზების მიტვირებად სახეობებში. უბრალოდ ეს მოხდა, რასაც ვამბობ. სამწუხაროდ მონიტორინგის სისტემა არის ული. ეკი ამ საუბრობდი ამას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. შემდეგი არ უნდა იღებდეს საზოგადოება, მედია, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურები, სახელმწიფოს უნდა კონდეს ის სისტემა შექმნილი, რომელიც ამას დააფიქსირებს და ამაზე მოხდება რეაგირება. მე კი არ უნდა ურეკავდე ვეტერინარებს და ვთხოვდე მათ, რომ თქვენი ცირიმეთში შეგიძლიათ ერთი ფრინველი მაზუთში და დაგვიხმართ. ვიხდი და მე ვეხმეტები რამოდენიმე მათგან ვთხოვე, რომ ერთი ფრინველი იქნება გადავარჩინოთ. სახელმწიფო საჩანს. სად არის ეს სახელმწიფო? საერთოდ სადმე ჩანს, ვამბობ ზღვის წიწვოვებზე იქნება გავლენა. კალორიების მონიტორინგი ხდება, ვინმე ამას აკეთებს, ვინმე ამას იღებს. ვამბობ, რომ ბარაგეთზე იქნება გავლენა. სად არის ეს ყველაფერი, რასაკეთებ გაშუქდა. ანუ შავ-ზღვაში მოხდა კატასტროფა. აიღარა რამოდენიმე 100 ტონა ნავთობი, რომელიც იყო ძალიან სერიოზული. ჩვენ სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს, ხო? და სახელმწიფო სტრუქტურებს არანაირი რეაგირება არ ჰქონია. არ საზოგადოების ინფორმირება, რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ? უნდა დაამშვიდოს საზოგადოება, ხო? აბა სახელმწიფოს როლი რა არის, ხო? ამ მიმართულებით გარემოსდაცვაში. ანუ ფურცელზე ყველაფერი გვაქვს, რეალობაში არაფერი არ გვაქვს. რეალურად არაფერი არ მუშაობს. ანუ ყველაფერი არის ფურცელზე. რას ვაკეთებთ ის თვითმწორებთან მიმართებაში, ხო? აი რა ვშვებით. თუ მოხდა მასიური გამოიყვა მათი, ხო? 8-მისთვის მზად, 8-მისთვის მზად, უბრალოდ რას ვაკეთებთ იქ საზოგადოებას რაღაცა მოუწოდოთ, საზოგადოება როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში, რა გააკეთოს, ხო? მიგრირებას სახეობებთან დაკავშირებით რას ვაკეთებთ, ანუ მეგულისხმობ იმას, რომ მაზუთის დაბინძურებული თევზმა რო ჩვენთან შემოაქციოს, ჩვენ ამის იდენტიფიცირებას ვახდენ, ანუ ჩვენ ამას საკვებად უშვებთ ბაზრებზე, ისე რომ ჩვენ მოსახლეობას აქ სულში არ ვაყენებთ.
სახელმწიფო უნდა გააკეთოს და უნდა გითხრას რომ იცით რა არ არის გაფიქსირებული თინდატო მოგეთ დადები ანალიზები და თინდატო თუ არ არის ამას გაგობია ეკიდა ხო მაგრამ თუ არის მაშინ დამაფრთხილე გარომის ეროვნული სააგენტო საგანგებო რეჟიმში მონიტორინგის აუცილებლობას როგორც ჩანს ჯერ ვერ ხედავს. როგორც უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელი ნატა სულუაშვილი გვეუბნება, კახოვკის აფეთქების დროს მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ მიმდინარეობდა, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში თვეში ერთხელ სტანდარტულად 12 წერტილზე მიდის. მისივე თქმით, ამ დრომდე მონაცემები ყველგან ნორმის ფარგლებშია. საგანგაშო არაფერია და სიტუაცია კონტროლქვეშაა, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ამბობს. მონიტორინგს ჩვენ ვახორციელებთ მუდმივ რუტინულ მონიტორინგს სულ სისტემატიურ თვეში 12 წერტილზე თვეში ერთხელ როგორც არის სტანდარტულად ეხლა ამჟამადაც ჩვეულებრივ მიმდინარეობს ამ ეტაპამდე რა კვლევებიც არის გაკეთებული ნორმის ფარგლებში ვართ ყველგან ანუ ნორმაშია ყველაფერი და ამ ეტაპამდე არანაირი პრობლემა არ გამოკვეთილა სადღაც დელფინებზეც ყოფილა მაზუთიან დელფინებზეც ყოფილა ანუ სხვადასხვა ფრინველებიც ყოფილა მათ შორის ყოველთვის რა თქმა უნდა გადიან ჩვენები ამ მონიტორინგებენ მე შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ რა საჭიროც არის ყველა მონიტორინგს ახორციელებენ და იმის შემდეგ ვაკეთებთ ხოლმე ზოგჯერ განცხადებას ზოგჯერ უბრალოდ ინფორმაცია თავსდება ჩვენთან ან ასე შემდეგ ამ ეტაპზე სამინისტრო არ თვლის საჭიროდ რომ რაიმე ტიპის ინფორმაცია მიაწოდოს თუნდაც რეკომენდაციის სახით ადამიანებს მაგალითად მაზუთიანი ფრინველი ვნახე მე რა უნდა გავაკეთო როგორც მოქალაქემ სამინისტრომ თქვენ თვლით რომ არ უნდა მასწავლოთ აუცილებლად კი რა თქმა უნდა ანუ ეხლა ჯერ ხომ უნდა გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე აუცილებლად შესაბამის განცხადებას და შესაბამის ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ როგორც კი რამე ხდება ხოლმე რაღაცა ტიპის ინფორმაცია თუნდაც საფრთხეა არ არის საფრთხე მშვიდად იყავის სააგენტომ თუნდაც ამ სამინისტრომ როგორ ფიქრობთ არ უნდა მიაწოდოს მოქალაქეებს ამ დრომდე ჯერჯერობით არაფერი გამოვლენილი არ ყოფილა კვლევთ გამოვიკვლევთ მოვიკვლევთ ალბათ შესაბამის განცხადებას თუ საჭირო იქნება გამზადდება ანუ აქ ოპერატიულობა და რაღაც არ არის გადამწყვეტი კვლევებს უდავოდ სჭირდება ანუ ასე წყლის კვლევა სჭირდება უდავოდ ადგილზეც ისაზღვრება კონკრეტული პარამეტრები, მაგრამ რაღაცები ლაბორატორიაში ისაზღვრება და სჭირდება როგორც 5 სამუშაო დღე ზოგ პარამეტრებზე, შეიძლება 10 სამუშაო დღე. ეხლაც ეს რუტინული კვლევა გრძელდება, ამჯერად უკვე თვეში ერთხელ გადავედით ისევ ჩვეულ რეჟიმზე. ამ ეტაპამდე არაფერი ცდომილება არ იყო, იმიტომ რომ ეს აფეთქება კიდე ჩაღურა მოხდა რამდენიმე ხნის წინ. რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციალისტები ამ მიმართულებით მუშაობენ, საქმის კუში არიან, გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია, ასევე როგორც თქვენებთ გეგმათ შესაბამისი სპეციალისტებს სხვადასხვა CP სპეციალისტებზე საუბარი მარტო გარემოსი არა რისკებიც არის განსაზღვრული თუმცა ეხლა ამ მოცემულობაში ვინაიდან არაფერი გადაცემა არ ფიქსირდება ჯერჯერობით ეხლა ესე განცხადება რა გავაკეთოთ არჩილ გუჩმანიძის გარდა ქერჩის სრუტესთან მაზუთის დაღვრის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის აშფოთებს სანაპიროს მართვის და გარემოს დაცვის ექსპერტს მამუკა გვილავასაც. მისი შეფასებით, მდინარისა და ზღვის ტანკერებიდან ნავთობის ჩაღვრა ბევრად უფრო სახიფათო მოვლენაა, ვიდრე კახოვკის აფეთქება და ამტკიცებს, რომ მოსალოდნელია ძლიერი ზემოქმედება საქართველოს ეკოსისტემებზე, ჰაბიტატებზე. მამუკა გვილავა ეჭვობს, რომ სწორი, დროული და ეფექტური რეაგირებისთვის სახელმწიფო ბოლომდე მზად არ არის. მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რაც ხდება ქერჩის სრუტეში. თითქმის მთლიანად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთეთს მოაღწევს სამწუხაროდ ეს დაბინძურება. რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე, უბრალოდ უკვე ეროვნულ დონეზე აქვს განკაში გამოცხადებული რუსეთის ფედერაციაში დაგვიანებით, მაგრამ ეროვნული დონეზე ჩაერთვნენ, მანამდე ადგილობრივი ხელისუფლება მოქმედებდა მხოლოდ და მოხალისეები რომლებიც ინტენსიურად მუშაობდნენ და 100,000-ობით ტონა ქვიშიანი ნავთობით დაბინძურებული ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ქვიშა არის უკვე შეგროვებული მიუხედავად იმისა რომ ზუსტად არ ვიცით რა წერტილებში ჩაიყვარა რამდენი რა რაოდენობის რუსეთი მალავს ამას და ძალიან ცუდს აკეთებს იმიტომ რომ შავი ზღვის კონვენცია, რომელზეც დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია, ეგრეთ წოდებული ბუქარესტის კონვენცია, რომელზეც მათ შორის რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი, ამას არ ავალდებულებს ძალიან დიდ გახსნილობას და ინფორმაციის გაზიარებას სანაპიროს ქვეყნებისათვის. მე შეშფოთებული ვარ იმით, რომ საქართველოში უნდა ველოდოთ
ძლიერ ზემოქმედებას ეკოსისტემებზე, ძლიერ ზემოქმედებას ჰაბიტატებზე, თქვენ იცით რომ ჩვენ სანაპიროზე ძალიან მნიშვნელოვანი ჰაბიტატები გვაქვს, კოლხეთის ეროვნული პარკი რადღირს მხოლოდ და აქაც ქვიშიანი პლაჟები გვაქვს და თუ მოაღწია აქამდე პრობლემული იქნება, რადგან აქ მოსახლეობაც არ აქვს დიდი რომ თუნდაც მოხალისეებმა იმუშაონ და არ ამგონია რომ ჩვენი სახელმწიფოდ ბოლომდე მზად იყოს ეგეთი ტიპის რეაგირებისთვის. ნინო ჩხობაძე ბოლომდე დარწმუნებული არ გახლავთ, რომ ლაქა საქართველომდეც მოაღწევს, თუმცა არც გამორიცხავს და ქვეყნის მზაობის აუცილებლობაზე ისიც კოლეგების მსგავსად ბევრს საუბრობს. ამბობს, რომ სააგენტოს მხრიდან მონიტორინგი განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა წარიმართოს. მონიტორინგის გარდა მზადყოფნაში უნდა იყოს მოწყობილობაც, რომლითაც ლაქების ლოკალიზება მოხდება. ნინო ჩხობაძე იხსენებს, რომ არსებობს ბიორემედიაციით ლაქის გაქრობის მეთოდიც, რაც საქართველომ უკვე გამოიყენა ნინოწმინდაში ნავთობის დაღვრის დროს. ნინო ჩხობაძის ინფორმაციით ეს ტექნოლოგია ქართული ნოუ-ჰაუა და მისი ავტორი ქართული სტარტაპი აპირებს ეს სერვისი სხვა ქვეყნებსაც შესთავაზოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ესე იგი დასავლეთისკენ მიედინება ძირითადი ნაკადები შავი ზღვის და შესაბამისად ნაკლებად პრობლემატურია, უბრალოდ ზამთრის პერიოდში ცირკულარული მოძრაობით შეიძლება გავცელდეს ჩვენი სანაპიროსკენ. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი სანაპირო დაზიანდეს, ჩვენი სანაპიროსკენ, იმიტომ რომ ანაპაშის და კრასნოდარშიც გამოჩნდა ნავთობის ლაქები. მე იმედი მაქვს, რომ რუსეთი მოახერხებდა ლიკვიდირებას, ანუ მოახდენდა შეგროვებას ამ დაღვრილი ლაქების, ეს ერთი, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ველოდებით, რომ შესაძლებელია რაღაცა გამოვლინებები გქონდეს აფხაზეთის სანაპიროსთან მიმართებაში. ეს ვიცით. როგორც კი ზაფხულის პერიოდი იწყება და გაზაფხულის პერიოდი იწყება, ცირკულაცია ისევ მიდის სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და შემდგომ დასავლეთისკენ. თვითონ რუსეთმა უკვე გააკეთა განცხადება არაერთხელ, რომ მაქსიმუმური დაბინძურება შეიძლება შეეხოს თურქეთსო, ანუ ცირკულაციით დასავლეთისკენ წავიდეს და მერე შემოვიდეს თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ამბობენ, რომ თვითონ ლიკვიდაციას გააკეთებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ წყნარად ვიყოთ და საერთოდ ხელი არ გავანძრიოთ, ჩვენ უნდა მუდმივად ვაწარმოოთ დაკვირვება, უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ზაფხულის სეზონი, როგორც ტურისტული ნაკადებისთვის, ამიტომ გარემოს დაცვითი სტრუქტურები უნდა იყვნენ პირდაპირ ჩართული იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ დროულად აღმოჩნდეს, თუ რამე შემთხვევით გამოჩნდა სანაპიროზე, შემთხვევით და ისეთ ვლაპარაკობ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც დაკვირვების სისტემა უნდა იყოს მძლავრად განხორციელებული საქართველოს. ლაქა გამოჩნდება, მერე შეუძლია სახელმწიფოს აქ იმის, ესე იგი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოწყობილობები, რომლითაც შეიძლება ლოკალიზაცია გააკეთონ ლაქის და შესაბამისად აკრეფა უნდა მოახდინოს. მაგის გარდა არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენ გვქონდა აპრობირებული ბიორემედიაციის მეთოდი, რომელიც თავის დროზე გამოვიყენეთ ნინოწმინდაში დაღურის დროს ნავთობის. როგორც მე სპეციალისტები მიხსენებენ, ეს არის ნოუ-ჰაუ, რომელიც საქართველოში არის შექმნილი, მათ შეუძლიათ ზღვის აკვატორიაზეც იმუშაონ თავისუფლად, ანუ გააქრონ ნებისმიერი ლაქა და ჩვენც გვინდა რომ შევთავაზოთ სხვა ქვეყნებს, რომ ესეთი რამ ჩვენ გვაქვს და გვაქვს ტექნოლოგია ძლია დაბინძურებული ლაქების სრული. ეს რა არა ჩვეულებრივი ამბავია. ანუ ეს აპრობირება გაკეთებული გვაქვს, თავის დროზე გაკეთდა, ანუ ეს კომპანია არსებობს, ახლა მე სახელი არ ვიცი კომპანიის, მაგრამ ასწავლონ ბიორემედიაციის მეთოდით, საკმაოდ საინტერესო, იმიტომ რომ ეს მუშაობს იმ მიკროორგანიზმებს იყენებენ, რომელიც იმ არეალში ცხოვრობს, ანუ არ არის შეტანა, დამატებით რაღაცისა და ეს არის ძალიან კარგი თვითონ მდგრადობისთვის ეკოსისტემა. ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმა და მექანიზმები საქართველოს აქვს. ჩატარდა დაბინძურებაზე რეაგირების ვარჯიშებიც კი. თუმცა ეს წლების წინ გარემოს დამცველები ბოლო 10 წლებში მსგავსი ღონისძიებების ჩატარების პრეცედენტს ვერ იხსენებენ. რომც ჩატარებული იყო მისი წარმართვა საზოგადოების ჩართულობის, საჯაროობის, მით უფრო დარგობრივი ჯგუფების გარეშე უკვე შეცდომაა და დარღვევა, რადგან ექსპერტების განმარტებით მოსახლეობის პროცესში ჩართვა აუცილებელია. ჩვეულებრივ ასეთ ტიპის რეაგირებას ჩვენ ავტობის დაღვრაზე რეაგირების
ასე ვთქვათ, მექანიზმები უნდა არსებობდეს. ჩვენ რეგიონალურ დონეზეც გვაქვს მიღებული არა ორბორომდე დარწმუნებული, მგონი ყველა ქვეყანას არ აქვს მიღებული, ყოველ შემთხვევაში საქართველოს დამტკიცებული აქვს რეგიონალური გეგმა, ანუ შავი ზღვის მასშტაბით. უნდა გითხრათ, რომ ეს 200 წლის წინ მოხდა, მე მგონი ზუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ როდესაც მიღებული იყო ეს გეგმა, ჩვენთან ტარდებოდა დაბინძურების რეაგირების ვარჯიშები, მახსოვს დელტა ერქვა სახელად, ჩვენი სამსახურები, რომლებიც ბათუმში არიან ბაზირებული, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ქვეშ არის ეს ნავთობის დაღვრაზე და სხვა ქიმიური ნივთიერებების დაღვრაზე რეაგირების შესაძლებლობები. არა გვაქვს ძლიერი შესაძლებლობები, მაგრამ 10 წლის წინ ვარჯიშები მაინც ტარდებოდა. მე არ მახსენდება ბოლო პერიოდში ჩატარდა თუ არა, შეიძლება ჩატარდა და უნდა გაგვეკოს საზოგადოებას. ერთ-ერთი არის საზოგადოებასთან კომუნიკაცია ამ შემთხვევაში, თუნდაც იმისთვის რომ მოხალისეები ჩაერთონ, თქვენ ჭირდება ძლიერი კომუნიკაცია. ვერც ერთი უწყება ვერ მოერევა, ისეთი მასშტაბის იქნება ეხლა რაც რუსეთში ხდება. თუ ამან ყველაფერმა ჩვენამდე მოაღწია და ჩვენ ვიცით რომ ეს არის მაზუთი, რომელიც დაილეკა ზღვის ფსკერზე მთლიანად, ალბათ 20%-იც კი არ არის ის რაც პლაჟებზე აღმოჩნდა რუსეთის ანაპა ცნობილი 40 კილომეტრიანი პლაჟები აქვს. ამაყობდნენ ამით, ქვიში ზვინული არის 40 კილომეტრიანი წარმოიდგინეთ, ჩვენი სანაპირო სულ 315 კილომეტრია, ხომ, აფხაზეთის შახვით და იქ კიდე 40 კილომეტრიანი მხოლოდ პლაჟი აქვს. ერთ მხარეს პლაჟია, მეორე მხარეს ტბა არის ვებერთელა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან აღმოჩენილი და თუ ამის 5%-მა მაინც მოაღწია ჩვენამდე არც მინდა რომ წარმოვიდგინო, მაგრამ ალბათობა არის საკმარისად დიდი. ეს უცბად არ მოხდება. თქვენ იცით რომ ეს არის მძიმე ნავთობი, რომელიც ამ მძიმე არის წყალზე, ამიტომ ძირითადი ნაწილი არის ფსკერზე ახლა დალეკილი, იქ სადაც დაღვრა მოხდა. პოლისთვის არისო მისი ამოტივტივება? კი ბატონო, როგორც კი ტემპერატურა მოიმატებს, თანდათან მოიმატებს ამოტივტივება და რა თქმა უნდა, წყლის ასე ვთქვათ, დინებები, ქარები არავინ არ იცის როგორი მიმართულებით და რა ივლის. პრინციპში ალბათ მთელი შავი ზღვის პრობლემა არის, მაგრამ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ნამდვილად და ეჭვმაქვს რომ ჩვენამდეც მოახსენებს და ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. სახელმწიფო რომ საფრთხის მასშტაბს აცნობიერებდეს, ახლა მზადება დაწყებული უნდა ჰქონდეს და ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ თუ ქვეყანა მოსალოდნელ საფრთხეს სათანადო და დროული რეაგირებით ეფექტურად ვერ გაუმკლავდება, მინიმუმ თევზჭერა და ტურიზმი საქართველოში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. დღეს უკვე უნდა იყოს განკაში არა, მზადების ზარები უნდა იყოს საქართველოში და თუ მე სანაპიროს მართვის და გარემოს დაცვის ექსპერტს არ გამიგია ამ ინიციატივების შესახებ, ეს საჯარო უნდა იყოს აუცილებლად, უნდა გავიგოთ როგორ რეაგირებენ ჩვენი ორგანოები შესაბამისი, არ აქვს სუსტი რეაგირების შესაძლებლობები, მათ შორის ბიპის ტერმინალი არის, ასევე ყულევის შავი ზღვის ტერმინალი, რომელსაც სოკარი აკონტროლებს, მათ აქვთ რეაგირების საშუალებები, განსაკუთრებით ბიპის და ყველანი უნდა იყვნენ ეხლა კოორდინაციაში და მზადყოფნაში და მოსახლეობის მობილიზებაში თუ კი საჭირო გახდება ასეთი რეაგირება. მინიმუმ ტურიზმს და თევზჭერას ემუქრება საფრთხე, ეკოსისტემები თუ არავის არ აინტერესებს, მაგრამ ეკოსისტემებიც გვაინტერესებს ჩვენ მოსახლეობას, ვიცით რა შედეგებამდე მივართ შემდეგ ეკონომიკაზე, ტურიზმზე აისახება, მეთევზეობაზე, თუ გინდათ რომ შეგახსენოთ როგორია ტურიზმი, დღეს საქართველოში ყველაზე მეტი წუხილი არის ტურიზმის სექტორზე, ზემოქმედება სოციალური ფაქტორები. ეხლა წარმოიდგინეთ ამას დაამატეთ გარემოს დაცვითი ფაქტორი და რა დარჩება ჩვენი სანაპირო ტურიზმისგან, ნამდვილად ამ შემთხვევაში შეშფოთებული ვარ. კახოკის მოვლენების დროს პირიქით ვამშვიდებდით მოსახლეობას, ვერ მოაღწევთ ჩვენამდე, ნუ ნერვიულობთ და მაინც 50%-ით ნაკლები იყო ტურიზმი, მე რამდენადაც ვიცი. მაგრამ აქ უკვე ფიზიკური ბარიერი იქნება, უბრალოდ არც ერთი ტურისტი არ მიდის საბანაოდ იქ, სადაც ნავთობის დაბინძურება არის. გარდა ამისა, მეთევზეობა, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ისე ირონიულად იხსენებენ ხოლმე ჩვენს კაფშის მეთევზეობას, მაგრამ საქართველოს კაფშის მეთევზეობა არის მსოფლიოში უმდიდრესი კაფშის მეთევზეობა. სამწუხაროდ ჩვენ არ სარგებლობთ ამით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა უფრო სამხრეთის, ჩვენი მეგობარი თურქეთი გაცილებით მეტად სარგებლობს ჩვენი სანაპიროს კაფშის რესურსებით
ამიტომ უკვე თურქეთმაც და საქართველოსმაც მობილიზება უნდა გააკეთონ, რომ თუნდაც ეს კაფშის რესურსები შევინარჩუნოთ. ამ საფრთხესთანაც არავინ არ მიირთმევს დამერწმუნეთ ნავთობის გემოს მქონე თევზს. საინფორმაციო კამპანიების გააქტიურებას ასეთი საფრთხის არსებობის პირობებში ჩხობაძეც აუცილებლობად მიიჩნევს და სახელმწიფოსთან ერთად აქ არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურების აუცილებლობასაც ხედავს. რომელიც ამბობს, რომ ტურიზმზე არის ორიენტირებული განსაკუთრებით საზღვაო ტურიზმთან დაკავშირებით, მას უნდა ქონდეს გამართული მონიტორინგის სისტემა, დაკვირვების სისტემა და თავისთავად უნდა ქონდეს კამპანია, რომლითაც ასწავლის მოსახლეობას, როგორ უნდა რა ინფორმაციებია, რამდენად სუფთაა ზღვა, რამდენად არ არის სუფთა ზღვა. ეს ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. ეს კამპანია უნდა იყოს წარმართული იმისთვის, რომ ადამიანები ძალიან წყნარად იყოს, იმიტომ რომ მე არ მავიწყდება ის, რაც მოხდა კახოვკასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვაფრთხილებდი, რომ ჩვენ სანაპიროს ეს არ შეეხება, ძალიან ბევრი ადამიანი იმ სეზონზე ვერ წავიდა დასასვენებლად ზღვაზე და წავიდა მთაში და იქ კიდე შოვიდა გუტრიალდა და ეხლა უკაცრავად, მაგრამ ამას ჭირდება ძალიან ინტენსიური PR კამპანიას არ ვიტყოდი, მაგრამ კამპანია, საინფორმაციო კამპანია მოსახლეობისთვის. არსებობს რეაგირების გეგმები, რომელიც არის გაკეთებული სუფსის ტერმინალისთვის, გაკეთებულია ფოთისთვის, გაკეთებულია ბათუმისთვის. ნავთობის დაყრის დროს როგორი რეაგირება უნდა იყოს და მოსახლეობა როგორ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. პრაქტიკულად ყველა ამ გეგმებში სუფსის ტერმინალს ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა. ანუ უბრალოდ უნდა გადმოვიღოთ ეს ყველაფერი და გავაცნოთ ხალხს, რომ როგორი რეაქციები უნდა გააკეთოს. იმისთვის არსებობს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები და ის სახელმწიფომ კი არ უნდა აიღოს ეს ფუნქცია თავის თავზე, არამედ გარემოსდაცვითმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა აიღონ, ეს არის ცხოველთა დამცველები იქნებიან თუ სხვა ვიღაცები, რომელსაც შეუძლიათ კონკრეტულად ინსტრუქტაჟი გაუკეთონ ან ასწავლონ მოსახლეობას როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გაკეთდეს. ეს რეაგირების გეგმები, რომლებიც თავის დროზე დამტკიცდა, შიგნით არის აუცილებლობა საზოგადოების მონაწილეობის ამ ყველაფერში. სანაპიროს დაცვის და გარემოს დაცვის ექსპერტი გვესაუბრება იმ რისკებზეც, რაც თან ახლავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა საქართველოში. საუბარია სრული ციკლის პირველ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელმაც ყულევში ფუნქციონირება წელს უნდა დაიწყოს. გარემოს დამცველი რუსეთის ბოლო მაგალითზე და სოფლიოში დაგროვებული ცუდი გამოცდილების ფონზე, საკმაოდ მდიდარი ცუდი გამოცდილების ფონზე არასწორად მიიჩნევს ნავთობის ინფრასტრუქტურის ზრდას საქართველოში. ხოლოდ ამ რისკების გამო საქართველოში ნავთობის ინფრასტრუქტურას აღარ დავიწყებთ შემდგომ განვითარებას. თუ ვინმეს გონია, რომ ამის ალბათობა მცირეა და ანალოგიური არ შეიძლება უშუალოდ ჩვენ სანაპიროსთან მოხდეს, ძალიან ეშლებათ, ეს ხდება გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში. ბათუმი არის ერთი პორტი, სადაც ნავთობი გვაქვს, ფოთის პორტშიც გვაქვს ნავთობი, ყულევის ტერმინალი, ეხლა დაემატა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ისიც არ უცით საიდან აპირებს რომ ექსპორტი, ეჭვი გვაქვს რომ ყულევის ტერმინალის მეშვეობით უნდა მოხდეს. არის რისკი, ხო, ბიპი არ გამოვჩეს, ხო? რომელიც ბიპი არ უცით არის საქართველოში თუ აღარ არის. როდესაც შენდებოდა ბიპის ტერმინალის სუფსიც, ითვლებოდა რომ ასე ვთქვათ, ცნობილი ნავთობის კომპანიის ხელშია. ეხლა აღარ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე ნავთობის კომპანიის ხელშია. რამე რომ მოხდეს, ვინ აგებს პასუხს, ხო? ვინ მოახდენს რეაგირებას? საქართველოს ამ რეაგირების საშუალებები არ გააჩნია მაინდამაინც თავისი და გლობალური რეაგირებისთვისაც არ ვარ მზად. არ ვარ დარწმუნებული, რომ გლობალურ რესურსებთან ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება რამე გაფორმებული, ვიცი რომ BP-ს მაგალითად აქვს Oil Spill Response Limited-თან. ბრიტანეთის რამდენიმე საათში და რამდენიმე დღეში მოხდება რეაგირება თუ BP-ს ტერმინალზე მოხდა რამე. მაგრამ თუ სხვაგან მოხდა რამე, თქვათ არ ვიცი, სუფსის ყულევის ტერმინალზე ან ბათუმის ტერმინალზე, ბათუმი თქვენ იცით რომ სოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ნავთობის პორტია, ხო? დაბინძურებაზე რეაგირების გეგმა მხოლოდ 2016 წელს მივიღეთ და პირველი პროექტი შემუშავებული იყო 99 წელს. 15, 16, 17 წელი მოვანდუმეთ მხოლოდ გეგმის დამტკიცებას და 10 წელიწადია არც კი გადაგვისინჯავს. ეხლა მოგვიწევს მინიმუმ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო დამატება თავების. იქნებ ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩამოყალიბდეთ როგორი უნდა იყოს რეაგირება, საკმარისია ის რაც გაგვაჩნია, საკმარისია თუ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. გარემოს დამცველთა მტკიცებით
აქ გეოპოლიტიკური უთანხმოება და დაპირისპირება, პოლიტიკური დაპირისპირება უნდა დაიძლიოს. ფაქტია, რომ ქერჩის შემთხვევაში არც ეროვნულ და არც რეგიონულ დონეზე რეაგირების პოლიტიკა ჯერ სათანადოდ სწორედ ამ მიზეზით ვერ მუშაობს. თქვენ ახლა ხედავთ, რომ ვერც ვიტყვით, რომ ევროპული რესურსები იყოს ჩართული, იმიტომ რომ რუსეთი არ მიიღებს ევროპულ რესურსს. რომც მოითხოვოს, ვერ დაეხმარება ვერავინ და არ დაეხმარება არავინ. და სამწუხარო სიტუაციაში ამ შემთხვევაში უნდა გადავდოთ გვერდზე ომიც და დავიდარაბაც და მოვახდინოთ ეკოსისტემაზე რეაგირება. არ მუშაობს რაღაცა, არც რეგიონის დონეზე, როგორც ჩანს, არც ეროვნულ დონეზე. თუ კი აქ პოლიტიკამ არის მათ შორის აი ამ ამბავშიც, გარემოს დაცვით მიმართულებებშიც. აქ დაუშვებელი არის, იცით, და მე მგონია, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალიან კარგად იცვლია, რას ნიშნავს საერთაშორისო პარტნიორების გვერდში არ ყოფა. იქნებ არსებობს სოფლიოში საშუალებები, რომ ზღვის ფსკერიდან ამოვიღოთ ნავთობი. კითხვას უბრალოდ რუსეთს რო ეს არ გააჩნია ფაქტია, ხომ, როგორი რეაგირებაც არის, ხედავთ. უნდა გითხრათ, რომ მოხალისეების უდიდესი არმია მუშაობს და ეს ხალხი რო არ ყავდეთ რუსეთში, ალბათ არანაირი რეაგირება არ იქნებოდა უბრალოდ. თლად ასე არ ფიქრობს ნინო ჩხობაძე. მისი შეფასებით, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე საერთაშორისო კონვენციები საკმაოდ კარგად მუშაობენ. საქართველოს მწვანეები დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ქერჩის შემთხვევაში მდგომარეობა დაამძიმა რუსეთ-უკრაინის ომმა და ეს გამონაკლისი შემთხვევაა, თუმცა საბოლოოდ მონაცემების დამალვა რუსეთი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ვერ ვიტყოდი, რომ ეს საერთაშორისო კონვენციები არ მუშაობენ, ისინი შეტყობინების ის ვალდებულება, რომ პრესაში გავიდა ინფორმაცია, ესეც ის ნაწილია ამ კონვენციების აღსრულებასთან მიმართებაში ზოგადად, რომ იცოდეთ და ესე მარტივად არ არის, როგორც საერთაშორისო სამართალში, როგორც ხალხს გონია, რომ არასრულებს რომელიმე ქვეყანა რაღაცა ვალდებულებას. მერე მათ საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, უწევს უკვე სხვა რეაქციების გაკეთება, იმიტომ რომ მეზობელი ქვეყნები ძალიან დიდ მოთხოვნებს აყენებენ საბოლოო ჯამში ყველა ესეთ ქვეყანასთან, ვინც რაღაცა ინფორმაციას მალავს, ან არ აძლევს, ან იმას. დღეს ინფორმაციის დამალვა ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ არსებობს სატელიტური დაკვირვებები შავ ზღვაში, არსებობს სხვა ტიპის ფლოტილია, რომელიც მუშაობს, ანუ არგოზე ვლაპარაკობ, რომელიც საზღვრავს რა დაბინძურების ფონი არის ზღვასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ფლოტილია დადის მთელ შავ ზღვაში და უყურებთ რა ხდება. ანუ ბევრ ქვეყანას აქვს თავისი ფლოტილია ჩაშვებული და ეს ხელსაწყოა, რომელიც აძლევს ინფორმაციას რა, სად, რა, როგორ ხდება. ასე რომ ინფორმაციის დამალვა ვერც ერთი ქვეყანა საბოლოო ჯამში ვერ ახერხებს, შეიძლება რაღაც მომენტში დამალოს, მაგრამ მთლიანობაში ვერ მალავს ამას ვერაფერი. გასაგები. და ვალდებულებები მაინც არსებობს, ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებები, როგორც არის კონვენციები, ბოლომდე ირღვევა, იმიტომ რომ კი არის გამონაკლისები, კი ხდება რაღაცა მომენტში ახლა ისეთი პრობლემაა, რომ ორი მეზობელი ქვეყანა ბუქარესტის კონვენციის მხარე, რუსეთი, უკრაინა ომშია ერთმანეთთან და პრობლემატური თემა არის ამათი მიერ კონვენციის. მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა და ადრეთულია ინფორმაცია. ნინო ჩხობაძეს უკვირს, რატომ ვერ მოხერხდა ამდენ ხანს აქამდე ბუქარესტის მხარეთა შეხვედრა, საუბარია ბუქარესტის კონვენციაზე. გარდა ამისა, ჩხობაძე მარპულის კონვენციის მუშაობის დეტალებსაც გვეხსნის და ამბობს, რომ მხარეები დაბინძურებასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულნი არიან ზღვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. რეაგირების სქემები ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას გააჩნია, მათ შორის საქართველოსაც, შავი ზღვის ქვეყნებს ყველას აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ორი მიმართულებით რეგულირდება ეს. ერთი არის მარპოლის კონვენციები, რომელიც ამას არეგულირებს და მეორე არის შავი ზღვის ბუქარესტის კონვენცია, რომელიც აგრეთვე ამას არეგულირებს, ანუ ვალდებულებებს საზღვრავს, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ქვეყანამ. ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ კომისია ვერ შეიკრიბა, ანუ ბუქარესტის მხარეთა შეხვედრის ნაწილი არ მოხერხდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ იქნება ამ შეხვედრა მხარეების და კონვენციის მხარეების შეხვედრა იქნება და რაღაცა მომენტში გაირკვევა კიდე რაღაცები, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც წევრი ამ კონვენციის, ვალდებულია, რომ ინფორმაციები მიაწოდოს მეზობელ ქვეყნებს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც თავიდანვე იყო მოლაპარაკების საგანი ყველა საერთაშორისო კონვენციასთან მიმართებაში. Ну, ამის გარდა არსებობს მარპოლის კონვენციის ნაწილი, მე ვთქვი, რომ დაბინძურებასთან დაკავშირებით ჩვენი რუსეთიც და ჩვენც ვართ მარპოლის კონვენციის მხარეები და შესაბამისად გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, ანუ გემების მოძრაობისა, ტექნიკური გამმართველობისა, გემების და ეს ანგარიშებს მსოფლიო ზღვის ორგანიზაცია, რომელიც არსებობს, ის იბარებს საბოლოო ჯამში და ეს ესე არ გამოჩნდება, მაგრამ მას ექნება უკვე ეს ანგარიშები ჩაბარებული, ან მიწოდებული, ანუ მხარე ვალდებულია, რომ ჩააბაროს და მიაწოდოს თუ რამე ავარია, ტექნოგენური ავარია მოხდა ზღვასთან. ქართველი გარემოსდამცველები მუშაობენ პროექტში უკრაინელ, თურქ, რუმინელ, ბულგარელ, ბერძენ კოლეგებთან ერთად, რომელიც გულისხმობს ქვეყნების მზადყოფნას სწორედ დაბინძურების შემთხვევების დროს, როგორც მონიტორინგის კუთხით, ისე რეაგირების მხრივ. მამუკა გვილავა გარემოს დაცვის სააგენტოს ევროპულ პორტალებზე გააქტიურებას ურჩევს და იწვევს 3 თებერვალს შეხვედრაზე, სადაც სწორედ დაბინძურებაზე რეაგირების მოქნილობას განიხილავენ და იმსჯელებენ. ქალბატონ ბელა, მე მინდა ერთი ინიციატივის შესახებ მინდა გესაუბროთ. ერთ-ერთ ევროპულ პროექტში მონაწილეობთ MFAF-ის ფონდი, ეგრეთ წოდებული მეთევზეობის და აკვაკულტურის ევროპული ფონდი გახლავთ, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტი არის, პატარა პროექტი არის, მაგრამ ჩვენ ბერძენ, ბულგარელ და თურქ კოლეგებთან ერთად, უკრაინელ კოლეგებთან რასთავარია მონაწილეობენ ჩვენთან ერთად და რუმინელი კოლეგები პროექტი გახლავთ მზადყოფნას, სწორედ აი ესეთი ტიპის დაბინძურების მოვლენებთან, როგორც მონიტორინგის კუთხით. თქვენ ახსენეთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს. რა თქმა უნდა, ახორციელებს, მაგრამ მე მოუწოდებდი მათ, რომ გამოიყენონ ყველა ევროპული ინსტრუმენტები, რამოდენიმე პროექტი ამუშავებს, ამისურვებს, რომ უკეთესად მოხდეს ვიზუალიზაცია და გავრცელება მათი მონაცემების. იმიტომ რომ ესეც ხრილის სახით PDF ფაილში, Adobe Acrobat-ის ფაილში მონაცემების გაზიარება, არ არის თანამედროვე. ამის შესაძლებლობა არის ზუსტად 3 წამში შეგიძლიათ ის მონაცემები ატვირთოთ ევროპულ შავი ზღვისათვის დამუშავებულ პორტალზე. მინიმუმ 2 პროექტი მუშაობს ამაზე, Dorsi და Bridge. უბრალოდ ურჩევდი, რომ დაუკავშირდნენ და უთხრან, რომ ჩვენ აი მონაცემებს, მაგალითად ნავთობის დაბინძურების შესახებ, ეხლა ვავწელებთ, გვინდა რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს, გაცილებით უფრო გაიზრდება რწმენა ამ მონაცემების მიმართ. იმიტომ რომ ყველანაირ მონაცემებს ვერ დადებთ. შემოწმებულ მონაცემებს დადებთ მხოლოდ ევროპულ პორტალებზე. ელემენტარულ, ასე ვთქვათ, სკრინინგს გაივლიან მანამდე ვიდრე აღმოჩნდება გაზიარებადი. რუკების მეშვეობით და ასე შემდეგ. ყველა შეიძლება შევიდეს თავისი მობილურით ნახოს, smartphone-ით და ასე შემდეგ. და მე მინდა და ამ ჩვენი პატარა პროექტის დანიშნულება არის სწორედ დაბინძურება და დაბინძურებაზე რეაგირება. ოღონდ განათლების და მზადყოფნის კუთხით, ხომ? გვაქვს თუ არა რესურსები განათლებისთვის. მაგალითად, მოაღწია ჩვენამდე დაბინძურებამ. ყველა ტიპის პროფესია გვაქვს, რომელიც ამოქმედება და იმუშავებს. დღესვე უნდა დავიწყოთ ახლებურად სტუდენტების გადამზადება და აი ამ საკითხებზე გვაქვს 3 თებერვალს შეხვედრა ბათუმში და მე მოუწოდებდი სახელმწიფო ორგანოებსაც, არასამთავრობო ორგანოებსაც დარეგისტრირდნენ ამ თუ აინტერესებს ესეთ ტიპის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა და რეგისტრაციის ბმული არის survey.ge. ძალიან მარტივად შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ და სიამოვნებით მათ რეგისტრაციას, ასე ვთქვათ, 20-25 ადამიანს ველოდებით. ასე მაინც ვიფიქროთ, დღეს თუ არა გვაქვს საკმარის შესაძლებლობები, ხვალ როგორ გავზარდოთ ადამიანური შესაძლებლობები, როგორი კურიკულუმები შევიმუშაოთ, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ისე მცირე და საშუალოვადიანი ტრენინგებისთვის. ქერჩში მაზუთის დაღვრა არც პირველია და არც სამწუხაროდ ალბათ უკანასკნელი. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ზღვის დაბინძურება მხოლოდ ნავთობტანკერებით არ ხდება. ნავთობის გარდა ზღვაში მრავლადაა ტონობითაა პლასტიკიც. ამ ყველაფრით ნადგურდება ოქტიოფაუნა და ბიომრავალფეროვნება წყალში. ყველაზე დიდი პრობლემა ამ დაბინძურებისა თვითონ ოკეანეების და ზღვების არის როგორც ნავთობპროდუქტი, ასევე პლასტიკი. თქვენ წარმოიდგინეთ, პლასტიკი არის უმძიმესი, იმიტომ რომ კუნძულები გაჩნდა ოკეანეში
და შავ ზღვაშიც ფიქსირდება გარკვეული კუნძულები, ანუ პლასტიკი გროვდება. ძალიან ბევრი ქვეყანა მე არ მინდა ეხლა რომელიმე ქვეყანას დავდობრალი, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ თურქეთიდან მომავალი პლასტიკია, ბევრი ამბობს, რომ არა თურქეთიდან მარტო, არამედ სხვა ქვეყნებიდან მომავალი პლასტიკია, იმიტომ რომ არ იწმინდება რეალურად მდინარეები და რეალურად ყველაფერი იღრება მდინარეებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დამჭერები გააკეთეს, მაგრამ ამას ხომ მოვლა უნდა მე შემდგომში და უბრალოდ და რაღაცებს ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ეს დამჭერებმა იმუშაოს მეტნაკლებად, რომ ზღვაში არ შევიდეს დიდი რაოდენობის პლასტიკი. ანუ პლასტიკი კიდეც ცალკე თემაა, რომელიც აბინძურებს და პარალელურად არის ნავთობის დაბინძურება, რომელიც ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს არის გემებიდან დაბინძურება, მათ შორის პრობლემური თემები არის, რეალური წყლების დაბინძურება, რომელიც თვითონ გემებს ახასიათებს. ამიტომ მაგალითად საქართველოს სანაპიროზე ჩვენ დიდხანს ვიხილავდით იმ საკითხს, რომ სეგრეგირებული ბალასტით უნდა შემოსულიყო ნაპირთან, ასე ვთქვათ, დიდი გემები და მაგის გარდა საოკეანო გემები და სეგრეგირებული ბალასტი, ეს ნიშნავს იმას, რომ დაბინძურებას არ მოვახდენთ ჩვენ ტერიტორიალურ წყლებში. პრობლემა ეს მაინც არ იყო ამოხსნილი, იმიტომ რომ ბევრი გემი, რომელიც ცურავს შავ ზღვაზე თევზჭერასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ თუ ან ტექნიკური გაუმართლებით, ან რაღაცით რაღაცა რაოდენობის ნავთობს მაინც ღურის ზღვაში და პრობლემატური თემაა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გროვდება როგორც აპკი ზემოდან, ასე ვთქვათ, ზღვაზე და ქმნის საკმაოდ სერიოზულ პრობლემას იხტიოფაუნისთვის, იმიტომ რომ იმ ცოცხალი ბინადრებისთვის, რომლებიც არსებობენ ზღვაში. მაგარატარებს და შესაბამისად ბიომრავალფეროვნების იხტიოფაუნა, ანუ რაც კი არსებობს. იხტიოფაუნაც და თვითონ ბიომრავალფეროვნება რაც არსებობს მიკროორგანიზმების სახით, თვითონ ზღვაში გარკვეულ პრობლემები ექმნება. ტანკერები Volgoneft 212 და Volgoneft 229 15 დეკემბერში ჩაიძირა ქერჩის სრუტეში შტორმის დროს. მათ სულ 9200-მდე ტონა მაზუთი გადაჰქონდათ, რომლის უდიდესი ნაწილი, თითქმის 90% ზღვაში ჩაიღვარა. ამით აგროს სიახლეები დასრულებულია. ყველაფერზე რაც ეხება აგროს და გარემოს, გიყვებით ჩვენ და არავინ სხვა ასე დეტალურად და ამომწურავად. რეგულარულად გთავაზობთ ასევე მასალებს, სტატიებს, აუდიოს და ვიდეოს სახით ჩვენს Facebook გვერდზე. აგროს სიახლეები მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელი, მოგძებნეთ და გახდით ჩვენი მიმდევრები Instagram-ზეც და გამოგვიწერეთ YouTube-ზეც. ასევე შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემებიც, მოკლედ ძალიან აქტიურები ვართ ონლაინ და ინტერაქციულები აუდიტორიასთან. ჩვენი გადაცემის ნახვა კი შეგიძლიათ როგორც აგროგარემო TV-სა და მაუწყებელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლების ეთერებით, აგრეთვე ვებგვერდზე agrogaramoji. ერთი კვირით გამშვიდობებით.